რას ვჭამ წყალტუბოში ზრდასრულების ფიტნეს ბანაკში. თბილისიდან დილის 6 საათზე გავედით და 2 საათნახევარში უკვე წყალტუბოში ვიყავით. ულამაზეს და მყუდრო კოტეჯებში განვთავსდით და ყოველი დილა ჯანსაღი საუზმით იწყებოდა. მე და მიშას ერთმანეთის რაგაცნობა გვჭირდებოდა, მაგრამ ჯერ ყველა ერთმანეთს გავეცანით და შემდეგ პირდაპირ ვარჯიშზე ამოვყავით თავი. დანარჩენ დღეებში საუზმემდე ჯანსაღი ხემსიც გვქონდა და მერე ვარჯიში. გადავლების და პატარა შესვენების შემდეგ ყოველდღე ფეხით მივეშურებოდით მე-6 წყაროსთან. სადაც ექიმმა კარგად გამოგვუკითხა პირადი ინფორმაცია და ამის მიხედვით ჩავიტარეთ პროცედურები. ხალათები ერთჯერადი საცვლები და ჩუსტები ადგილზე გვხვდებოდა და მივეშურებოდით ხოლმე მასაჟზე. ორმაგად დასვენებულები კი წყალტუბოს სამკურნალო ჯადოსნურ აბანოში ვწვებოდით. სახლში დაბრუნების და პატარა შესვენების შემდეგ პირველ დღეს ტბასთან იოგა გვქონდა. მეორე დღეს ფეხით შემოვიარეთ ძველი სანატორიუმები. მესამე დღეს იგივე დროს კი ზუმბავიც ეკვეთ და ძალიან მოგვეწონა. ასევე ნუტრიციოლოგმა სემინარი ჩაგვიტარა როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად. აქტივობებს შორის ყოველდღე ჯანსაღი საუზმე სადილე და ვახშამი გვქონდა. საღამოობით კი როგორც ბანაკში ეფერება ხან ასოციაციობანას ვთამაშობდით, ხან ერთმანეთში ვიხლართებოდით და მაფიის ღამეც კი გვქონდა. ბოლოს ვიტანოვამ გამოსამშვიდობებელი საღამო მოგვიწყო და ცოტა არაჯანსაღსაც შევეპარეთ.